სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. როგორც ხუთშაბათის მსახურებაზე გითხარით, ჩვენ რამდენიმე დღეს დაუთმობთ გრიგოლ ხანძთელს. ხუთშაბათ ჩვენ დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი. და თქვით, რომ ის ღირებულებები, რითაც ადამიანია და ის ღირებულებები, რომელსაც ადამიანი ატარებს, როგორც ღვთისხატი და მსგავსი არსება, ის მხოლოდ პოტენციაში აქვს ეს ადამიანს, ეს მხოლოდ ქრისტიანობაში რეალიზდება და ჩვენ თქვით დავსვით ასეთი კითხვა. რატომ? რა არის მიზეზი იმისა, რომ მხოლოდ ქრისტიანობაში და გავეცით პასუხი მოკლე, რომელიც რა თქმა უნდა უდიდეს ცოდნას იტევს. პასუხი არის პავლე მოციქულის სიტყვებში. ღმერთი გამოჩნდა ხორცით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ ეს რას ნიშნავს. როგორც წესი, ქრისტიანობის ვერგაგების მიზეზი არის სათავეში საძიებელი, როცა ადამიანი სულიერ ცხოვრებას იწყებს. ჯერ ერთი რომ წმინდა წერილის სიტყვები არ არის ადამიანური ლოგიკის ნაყოფი და პავლე მოციქულმა დღესაც გვითხრა, რომ მე ჩემსას არ გეუნებით, არამედ რაც ღმერთისგან მომეწოდა და მომეცა. მეორეც ის, რომ გავიხსენოთ ღვთისმსახურის იგავი, რომელიც ასევე დღეს გახმოვანდა წირვის დროს, რომ ღვთის თესლი, ანუ ის ცოდნა საიდუმლოებრივი, რომლისათვისაც არის სამყარო შექმნილი, რომლისათვისაც არის ადამიანი შექმნილი. ის საღვთო სიტყვა, ანუ თესლი ყველას ეძლევა, მაგრამ იმისდან მიხედვით, რა სიღრმეს მისცემს ადამიანი იმ მარცვალს, რომელიც მის გულზე ვარდება, იმისდან მიხედვით ხდება ადამიანის გაქრისტიანება, ჭეშმარიტად ღვთისშვილად ხდომის პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, როდესაც ადამიანი ამ საღვთო თესლს, რომელსაც ღვთისმსახური თესავს, მისცემს სიღრმეს. ხოლო ვინ სიღრმეს არ აძლევს, შეიძლება თავდაპირველად სიხარულიც კი კონდეს და ეს სამწუხარო ძალიან ხშირად ასე ხდება, აღფრთოვანებაც, მაგრამ როგორც წესი, შედეგი ძალიან სავალალოა მხოლოდ იმიტომ, რომ მან სიღრმე არ მისცა. და აი ამ საღვთო სიტყვას, ანუ თესლს, რომელსაც ღვთისმსახური თესავს, ეს თავად ღმერთია, ხოლო სიღრმეს რაც შეეხება, ეს ნიშნავს იმას, რომ საღვთო თესლი, ანუ ის რაც ღმერთისგან მოდის, ის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის მისტიკურ სიღრმეში აღმოცენდება. ის არ აღმოცენდება ჩვენს ინტელექტუალურ აპარატში, ის არ აღმოცენდება ჩვენს ემოციებში, ჩვენს გრძნობებში, რა თქმა უნდა, ჩვენს სიმართლეში ის არ აღმოცენდება. ის ნიადაგი, რომელშიც ის აღმოცენდება, არის ადამიანის მისტიკური სიღრმე, გულის გული და კიდევ უფრო სიღრმე, როგორც ვამბობთ ხოლმე, ხოლო დანარჩენ ყველაფერში ის არ აღმოცენდება, იმიტომ რომ ამას სოფლის სული, თავისი განსასწრებით, თავისი საცდურებით და ასე შემდეგ ის აუცილებლად მოაშთობს ამ საღვთო თესლს. და აი ის რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის რაც ახლა ჩვენ რა გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ ღმერთთან და თუ გონიერნი ვართ არ გამოგვდის. თუ ხიბლში ვართ და ჩვენი თავი რაღაცა გვგონია, მაშინ გონია რომ გამოდის. ეს არიდან არ გეუნებით. ძალიან ბევრი ადამიანს გონია რომ გამოდის. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს რომ მან იცის, რაღაცის ახსნას დაიწყებ, კი ეგ ვიცი. კიდე დაიწყებ, კი ეგ ვიცი კეთვის. მერე სხვანაირად მივდგები, ეგეც ვიცი. და თავზე ემხობა ყველაფერი ადამიანს და თავარი დამხობა რა არის, როცა არის ის რომ ჩვენ მივდივართ სიკვდილისკენ და რეალურად ღმერთს არ ვიცნობთ. ადამიანი რომელიც არ იცნობს ღმერთს, რატომ თვლის რომ ის კარგად არის? პასუხი არ მაქვს ამაზე. არ მაქვს პასუხი. მართლა რატო თუ ღმერთს არ იცნობ, რატო ფიქრობ რომ კარგად ხარ? იმიტომ რომ ღმერთია სიცოცხლე. არ იცნობ რას ნიშნავს, მასთან კომუნიკაცია არ გაქვს. მასთან კომუნიკაცია არ გაქვს, რას ნიშნავს? შეში ჭეშმარიტი სიცოცხლე არ გიებს. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გარდაიცვლები სიკვდილისაგან სიკვდილში და არა სიცოცხლეში, იმიტომ რომ შენ ღმერთს არ იცნობ. და აბა კარგად რატო ხარ? რას ნიშნავს ხარ კარგად? ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს ცოდნა, გონია რომ იცი და გონია რომ კარგი ხარ. და რადგან იცი და თან კარგი ხარ, ღმერთი არ დაგტოვებს. და აი ეს
შეცდომა რო არ მოუვიდეს ადამიანს და რო არ გაიბლანდოს თავის შეგრძნებებში, ინტუიციებში, ინტელექტუალურ ძიებებში, გესმით, ამაში რო არ თავის ნიჭიერებებში, თავის ზნეობრივ ნორმების მეტნაკლებად დაცვაში, ამაში ვარ გაიბლანდოს. ამიტომ პავლე მოციქულის სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის რომ გვახსოვდეს. ღმერთი გამოჩნდა ხორცით. ღმერთი იმიტომ გამოჩნდა ხორცით, რომ ღმერთი რომ არ გამოჩენილიყო ხორცით, ადამიანს სინამდვილეში არანაირი უნარი არ აქვს ღმერთთან იმ ტიპის კომუნიკაციისა, რომელსაც ქვია მარადიული სიცოცხლე. რა არის მარადიული სიცოცხლე? ვიცნობდეთ ღმერთს, როგორც უფალი გამგემართავს. ადამიანს თავისთავად ამის უნარი არ აქვს. საიდან ვიცით? გამოცხადებით, უფალი ამბობს, რომ კაცთათვის შეუძლებელია სასუფეველში ყოფნა. აი შეუძლებლობა თითოეული ჩვენგანის გამოცდილებად უკვე დიდი ხანია უნდა გადაქცეული იყოს. არ შეუძლია, მაგრამ რადგან ღმერთი გამოჩნდა ხორცით, რამ უნდა დაიხიოს უკან? ჩემმა სიმართლემ, ჩემმა ლოგიკურმა მსჯელობამ, გნებავთ ფილოსოფიურმა, ინტუიციამ, ზნეობამ, რელიგიურობამ, ნიჭიერებებმა, ყველაფერმა უკან უნდა დაიხიოს, იმიტომ რომ მოხდა ისეთი რაღაცა, რისი წვდომაც კი შეუძლებელია. ანუ ის ვინც დადიოდა მიწაზე, ან ბავშვი იყო და ის ვინც გალაქტიკები შექმნა, ერთ და იგივე პიროვნება. აი ამის დატევნა ადამიანს არ ძალოს, გააზრება არ ძალოს, მაგრამ ეს მოხდა. ამას ნიშნავს ღმერთი გამოჩნდა ხორცითა და ამის მეტნაკლებად დამტევნელი და გამგები ხდება ქრისტიანი. და სწორედ ამის გამო ხდება ადამიანის ბუნება დამტევნელი ღმერთისა. სხვადასხვა ეს შეუძლებელია. ამიტომაც გამოჩნდა ღმერთი ხორცით. მაგრამ ღმერთი რო გამოჩნდა ხორცით, ეს 2000 წლის წინ მოხდა და ჩვენ ამაზე ხშირად ესე გვისაუბრია, რომ მას რომ არ დაეარსებინა ეკლესია, მაშინ ეს დიდებული მოვლენა იქნებოდა წარსულში, ისტორიაში ჩაკარგული ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც პირადად ჩემთან კავშირი არ ექნებოდა. და ჩემთვის ეს მაცხოვნებელი არ იქნებოდა. ეს რომ გამხდარიყო მაცხოვნებელი, ისაც მოხდა პროცესი ადამიანის ღმერთთან შეერთებისა, უნდა გაგრძელებულიყო მისტიკურად, საიდუმლოებრივად და სწორედ ამიტომ აარსებს ეკლესიას როგორც თავის სხეულს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ეკლესია როგორც ქრისტეს სხეული. და ეკლესიის დაარსება ეს არის ლოგიკური გაგრძელება. ლოგიკური გაგრძელება ქრისტეს განკაცების. აქედანაც ხედავთ თუ როგორი მნიშვნელოვანია გააზრება იმისა თუ რა არის ეკლესია. როცა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობას უყურებთ, აი ამ კუთხით თუ არ დავინახეთ, ხო? ჩვენ ვიცით როგორ ხედავენ, რომ უცნაურია თუ ურწმუნოებიც კი ასე ხედავენ, რომ გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა დიდ საქართველოს, დავითის და თამარის საქართველოს და რომელი საქართველოს არსებობაც განმაპირობებელია იმის, რომ ჩვენ დღეს აქ ღვთის მადიდებელნი ვართ ქართულ ენაზე, ანუ ქართველები ვართ. ამას ნიშნავს ეს. რომ არა ის დავითის და თამარის საქართველო, ის ძლიერი იმპულსი, ხო, რომელმაც ჩვენ სახელმწიფოებრიობას ძალიან დიდი მუხტი შეესძინა, დღეს ჩვენ არ ვიარსებებდით, მაგრამ მას აი ამ დიდ საქართველოს საფუძველი ჩაუყარა გრიგოლ ხანძთელმა. კიდევ ვიმეორებ, ასე ამბობენ ყველა მკვლევარები, მათ შორის ურწმუნოები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კითხვა ხო უნდა დავსვათ ჩვენ ქრისტიანება, რატომ უნდა დავსვათ კითხვა, იმიტომ რომ გრიგოლ ხანძთელი ესე უბრალოდ ვთქვათ, ხო ჩვენიანია, ის ხო ეკლესიის მღვდელია, გესმით? მღვდელია. თან არ არის ეპისკოპოსიც, რომ აი ძალიან ზემოთ ან პატრიარქი მით უმეტეს, ხო მაღალი იერარქიაში წასული, რომ თვალს ვერ მიაწვდნენ. ის მღვდელია, გესმით? მღვდელი ძალიან ახლოს არის ადამიანებთან. ეკლესიური იერარქიას ისეთი აქვს საშუალო. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ქნა ამ კაცმა ასეთი, რა გააკეთა ასეთი. და რა გააკეთა და როგორც ქრისტეს მღვდელის უპირველესად ეკლესიას აშენებს. ის არ მოდის პატრიოტული მოტივებით, ჩვენ მას ვერ ვხედავთ. და საერთოდ პატრიოტული მოტივები ესე ძველ ადამიანებში, რომლებიც საქართველოს ისტორიას ქმნიან, მათ შორის დავითი, ვახტანგი და ყველა აბსოლუტურად, რაღაც განსაკუთრებულ პატრიოტულ მოტივებს ვერ ვხედავთ.
შეიძლება პატრიოტული მოტივები უფრო დავინახოთ მე-19 საუკუნის ქართველებში. იმიტომ რომ იქ იმდენად იყო დაკნინებული სამშობლოს გაგების ცნება, იმიტომ რომ მრავალი საუკუნე დახსაქსულები იყვნენ და მე რუსეთის იმპერიაში გაერთიანდნენ ეს 7 სამთავრო და აი ეს დაკნინებული იყო პატრიოტიზმის ეროვნული ესეთი ტერმინებიც კი არ არსებობდა. რატომ? იმიტომ რომ იყო უაღმატებულესი ტერმინი, რაც ქართველებს აერთიანებდა, ეს იყო იესო ქრისტე. ეს ტერმინი კი არა, სიტყვა, სახელი, ცნება, როგორც გინდა დაარქვით, ცოცხალი ღმერთის სახელი, იესო ქრისტე იყო ის, რომელიც აერთიანებდა საქართველოს. ეს იყო ის ძალა, ეს იყო ის დუღაბი, ეს იყო ის საძირკველი. ამიტომ ქართველმა კაცმა იცოდა, რომ ქართველი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე და ქრისტიანი ეს ერთდაიგივია. ამიტომ როცა სამშობლოს იცავდნენ, ისინი ქრისტეს ეკლესიას იცავდნენ თავიანთ თავში და ისინი მომხდურ მტერს აღიქვამდნენ როგორც ეშმაკის იარაღად. ეს კარგად ჩანს დავით აღმაშენებლის ანდერჩის, ეს ძალიან კარგად ჩანს ვახტანგ გორგასლის ანდერჩის, ეს ძალიან კარგად ჩანს ჩვენ დიდ წინაპრებში. ამიტომ გრიგოლ ხანძთელი რასაც აშენებს, ის სინამდვილეში აშენებს ეკლესიას, რომელიც იყო და უნდა იყოს დღესაც სინონიმი საქართველოს. აი ამის ვერ გაგება ქმნიდა და ქმნის იმ პრობლემებს, რომლებშიც ვიმყოფებოდით და რომელშიც ახლაც ვიმყოფებით. მე როგორ დარწმუნებული ვარ, იცით, პირადად მე ამას ხო თავს არავის არ მოვახვევ. თუ საქართველო ამას არ გააცნობიერებს, რომ ჩვენ ვართ ეკლესია, ანუ ქრისტეს მისტიკური სხეული, ჩვენ არაფერი არ გვეშველება. აუცილებლად შევქცევლად მიდის ჩვენი განადგურება და აუცილებლად გავნადგურდებით, თუ არ გავიაზრებთ, რომ ჩვენ ვართ ეკლესია, რომელიც არის უძლებელი. საიდან ვიცით, რომ ეკლესია უძლებელია? ესეც გამოცხადებით გვაქვს. ჩვენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან. რა შემთხვევაში მოგვერევა, თუ ჩვენ განვაგდებთ ჩვენი თავიდან ქრისტეს მისტიკურ სხეულს. ანუ ქრისტეს განვაგდებთ ჩვენი თავიდან. დარჩებით ქრისტეს გარეშე. მოხდება ჩვენი დესაკრალიზაცია. ას უნდა აი ამ თანამედროვე ლიბერალიზმს უნდა, როგორც ბოლშევიკებს უნდათ. ბოლშევიკები და ეს თანამედროვე ლიბერალიზმი ეს აბსოლუტურად ერთდაიგივია. ეს ჩვეულებრივი ტროცკიზმია. და რითი ხასიათდება ეს? ეს ხასიათდება იმით, რომ ამ იდეოლოგიას სურს ჩვენი დესაკრალიზაცია. როდესაც ამ თემებს წამოწევ თანამედროვე სეკულარულ სამყაროში, შეიძლება დაგიძახო ბნელი, ყველა რელიგიური ხوار იქნება, ყველა ქრისტიანი ხوار იქნება და 1000 მსგავსი სისულელე, მაგრამ ეს ადამიანები კვდებიან პიროვნულ დონეზეც კვდებიან და მათი თუ ისინი უმრავლესობა გახდებიან ჩვენს სამშობლოსაც ჩაიყოლებენ. იმიტომ რომ როგორც კი მოხდება ქართველი ერის დესაკრალიზაცია, ჩვენ ხო სხვა ძალა გადარჩენისა არ გვაქვს. და ჩვენ ხო ამით ცხოვრობდით 17 საუკუნე. თუ არ ჩავთვლით კიდე ანდრია პიროწოდებულის დროინდელ ისტორიას. 17 საუკუნე ამით გვაქვს ნაცხოვრები. 17 საუკუნე, გესმით რამხელა დროა? 1700 წელი ამით ცხოვრობს ქართველი ერი. ამ საკრალურობით. შესაბამისად, ჩვენთვის, როცა გრიგოლ ხანძთელზე ვსაუბრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დავინახოთ, რა გააკეთა მან და მან განამტკიცა ეკლესია. დესაკრალიზაცია კი არ მოხდა საერო მმართველობის, არამედ სიმფონია შეიქმნა ერისა და ბერის ერთობისა. ისე რომ არც ბერი ერეოდა ერის საქმეში და არც ერი ერეოდა ბერის საქმეში, მაგრამ ურთიერთ თანამშრომლობდნენ, როგორც სიმფონიური ორკესტრი, ვიოლინოს სხვა რამეს აკეთებს იქ თქვა და საქსაფონის სხვა რამეს აკეთებს, მაგრამ ერთიანად იქნება უმშვენიერესი მელოდია და ერთმანეთის დაკვრაში ეს თქვა არ ერევიან, ხო? მაგრამ ერთიანობაში საოცარი სიმფონია იქნება. ზუსტად მსგავსი რაღაცა ჩანს და იკითხება სწორედ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში. და ეს ეკლესიის დანახვა, ისე როგორც ამას გრიგოლ ხანძთელი ხედავს, და რა თქმა უნდა მისი ხედვა რაღაც ის კი არ არის უნიკალური და ორიგინალური. ეს არის ხედვა დაწყებული მოციქულებიდან მოყოლებული თავად უფლიდან, ესე ხედავდა საქრისტიანო ეკლესიას, რა თქმა უნდა ასე ხედავდა გრიგოლ ხანძთელი ისე როგორც ძველი მამები, ოღონდ მისი ხედვა რეალიზდა, მისმა ხედვამ ხორცი შეისხა
და კითხვა ჩდება, რატომ შეისხა მისმა ხედვამ ხორცი და რატო რეალიზდა მისი ეს სოფხედელობა, რატო განივთდა, რატო გამრავლდა, რატო გამოიღო ასეთი მძლავრი ნაყოფები. ხო, აი, მაგალითად, როცა ჩვენ იოსების სიქასზე ვსაუბრობთ, რას ვამბობთ ხოლმე, რომ იოსების სიქასის ორიგინალურობა რაში მდგომარეობს? ორიგინალურობა იოსების სიქასისა მდგომარეობს იმაში, რომ მისმა მოღვაწეობამ განსაცვიფრებელი ნაყოფები გამოიღო, ფიზიკურად გამრავლდა. აი, დღესაც იღებს ნაყოფებს. რაღაც უნიკალური ნიჭები მიეცა იოსების სიქას ღმერთისაგან, რომ მან განამრავლა ეკლესია. ამიტომ არის ის შეიძლება ითქვას მე-20 საუკუნის ყველაზე პროდუქტიული წმინდანი. ეკლესიის აღშენებელია იოსების სიკასი, ამიტომ ის ძალიან დიდია. პიროვნულ დონეზე არანაკლები წმინდანები იყვნენ იმ პერიოდში. პორფირი კავსოკავილელი, პაისი ათონელი, სოფრონი, სახაროვი, თქვა სილვან ათონელი და რამდენის გინდათ, რამდენის გნებავთ. ისი სულიერი შვილები ეფრემ კატუნაკელი და ასე შემდეგ, რამდენის გნებავთ. უდიდესი მოღვაწეები არიან და ყველა სამაგალითოა და ყველა მასხოვნებელია და ყველა სწორ გზაზე დგას და ყველა სწორად საუბრობს და ყველა სწორად იცხოვრა. მაგრამ ნიჭებს ხო ღმერთი იძლევა და აი ამ ნიჭების შესაბამისად და თვითონ ვისგანაც იოსების სიქასი სწავლობდა, ხო? დანიელ კატუნაკელი მაგალითად და განსაცვიფრებელ მაგალითებს ნახულობთ ჩვენ იმ დროინდელ ესე იგი მოღვაწეებში და წმინდანებში, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ნიჭს ხო ღმერთი აძლევს და აი ნიჭი, რომელიც ნიჭი აი ესე ვლინდება, რომ მან განამრავლა ეკლესია, განადიდა ეკლესია. და აი ესეთი რამ აქვს სწორედ გრიგოლ ხანძთელსა და ესე იმისათვის რომ გავიგოთ გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი რაში მდგომარეობს, რომ მან განადიდა და განაძლიერა, განამრავლა და განაძლიერა ეკლესია და ამან შექმნა ის დიდი საქართველო, რომელსაც დავითის და თამარის საქართველო ქვია. მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხო, ეკლესიის არსი, ეკლესია როგორ ძლიერდება, ეკლესია როგორ მრავლდება, ეკლესია როგორ გამტკიცდება, რა ხდება ამ დროს. ეკლესია ეს არის ღმერთის საიდუმლო, საკრალური, მისტიკური სხეული, ანუ ორგანიზმი, რომელიც ყოფიერებს, რომელიც იზრდება მღვდელ მსახურებით, მღვდელ მოქმედებით, არა თავისთავად, არამედ მღვდელ მოქმედებით. აი როცა უფალი 3 წელიწად ნახევარი მოღვაწეობს, მერე მოციქულებს გადააბარებს თავის საქმეს, რომლებსაც ძალა მიეცემათ ქრისტეს დარი საქმიანობის გაგრძელებისა, იმიტომ რომ ღმერთი გარდამოვა მათზე, ანუ სულიწმინდა ღმერთი. და შემდეგ მათგან უკვე მრავლდება სამყაროში მადლი ხელდასხმის გზით და ის რაც მადლი მიიღეს მოციქულებმა ხელდასხმის გზით გადაეცემოდა შემდგომ თაობებს და ის რაც ქრისტემ დაიწყო ის გრძელდება ეკლესიაში, ის გრძელდება დღემდე და ეს რაც გრძელდება ეს არის სწორედ მღვდელ მოქმედება, მღვდელ მსახურება. მე მინდა წმინდა ნიკოლოზ კავასილას ციტატა აღმოგიკითხოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. წმინდა ნიკოლოზ კავასილას გრიგო პალამას მეგობარი იყო, ხშირად გეუბნებოდით რომ მithქვია, ეს არ არის სასულიერო პირი, არის ერისკაცი. ერთ-ერთი უიშვიათესი ესე იგი მაგალითი, როცა უბრალო ერისკაცი კი არ არის, ან მოწამე, არამედ ის სიქასტი, დიდი სიქასტი ღვთისმეტყველი. გესმით რამ ესეთი უფრო მონაზვნები არიან ხოლმე უფრო სასულიერო პირები მონაზვნები. ეს ერის ადამიანია. და ამიტომაც ძალიან საინტერესოა ხოლმე მისი ნაწერები. დიდი მღვდელი ქრისტესია საუბარი. მღვდლობა ქრისტეს ეკლესიაში არის ქრისტედან. დღეს ხო არის მოდაში ლიბერალურ სამყაროში. რატო არ შეიძლება ქალი იყოს მღვდელი? ქალს ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ქალს ვაკნინებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაზე აღმატებული არსება, გონიერ არსებათა შორის, და ეხლა ვის შევადაროთ. თვით ანგელოზები, სერაფიმები და ქერუბიმები რო არიან, იმაზე აღმატებული არსება არის ქალი, ანუ დედა მაცხოვრისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ყველაზე აღმატებული არსება. წარმოიდგინეთ სერაფიმები და ქერუბიმები, პირველი ტრიადის ანგელოზები, ცეცხლოვანი ანგელოზები. მათზე დიადია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ამიტომ ქრისტიანობას ვერავინ დააბრალებს, რომ ჩვენ ქალს ვამცირებთ. მაგრამ როცა საუბარია ქალის მღვდლობაზე,
მღვდლობა არის გამოცხადებით მოცემული რეალობა. ეს ის მღვდლობა არ არის ძველი აღთქმის მღვდლობა, რომელიც აარონიდან გადმოდიოდა მემკვიდრეობით. ეს სხვა მღვდლობაა. ეს არის მღვდლობა მელქისედეკის წესზე. ეს ტერმინია ესეთი, პირველად ესე იგი ბიბლიაში არის მოხსენებული მელქისედეკი, რომელსაც აბრაამ მსხვერპლი შეწირა მელქისედეკს. არა და აბრაამი ყველაზე დიდია ბიბლიაში, ძველ აღთქმაში, მაგრამ უცებ აქეთ წირავს და არავინ არ იცის ვინ არის. და მე მეფსალმუნე დავითი სწორედ აქცენტირებას აკეთებს წინასწარმეტყველურს, რომ ეს არის ნიშანი მომავალი დიდი მღვდელისა და პავლე მოციქული ამბობს, რომ ეს იყო სიმბოლო იმ დიდი მღვდელისა, რომელიც უნდა მოსულიყო და მღვდლობა, ახალი აღთქმის მღვდლობა არ არის აარონის ძველი აღთქმის მღვდლობის გაგრძელება. ეს არის გამოცხადებით მოცემული რეალობა და ეს გამოცხადება არის თავად ადამიანად მოსული ღმერთი, მოვიდა გამოგვეცხადა ღმერთი გონება მიუწვდომელი გამოცხადებით და დაგვიწესა მღვდლობა და თქვა რომ პირველი მღვდელი მე ვარ და თქვენ ჩემი საქმის გამგზელებლები ხართ. და რადგან დიდი მღვდელი და პირველი მღვდელი ახალ აღთქმაში კაცია და არა ქალია, როგორ შეიძლება რომ ეს შევცვალო? გესმით? ყველაფერს თავი რო დავანებოთ. დავიწყოთ სხვადასხვა ახსნები, უამრავი რაღაც შეიძლება ითქვას, თავარი ეს არის. მღვდლობა მე ხوار გამომიგონია და შე. და ქრისტემ მოგვიტანა და ნებისმიერი მღვდელი მისი მიმდევარია და კაცია და არა ქალია. აი ეს არის. დიდი მღვდელი საკუთარი თავის ერთხელ მიმტანი საღვთო სამსხვერპლოზე არ წყვეტს და განუწყვეტლივ ჩვენთვის აღასრულებს და რას აღასრულებს? განუწყვეტლივ რას აღასრულებს და აგზელებს? ევქარისტიის დიდ მსახურებას. აი ესაც ჩვენ წირვას უწოდებთ. ესე იგი, ქრისტეს მღვდელმოქმედება სქვია ევქარისტია, მადლიერებითი მსახურება, საკუთარი ხორცისა და საკუთარი სისხლის, ანუ საკუთარი თავის შეწირვა. ეს გააკეთა მან, ერთხელ მიიტანა საღვთო სამსხვერპლოზე საკუთარი თავი, მაგრამ არ შეწყვეტილა ეს, არამედ აგზელებს, განუწყვეტლივ არ წყვეტს და განუწყვეტლივ ჩვენთვის აღასრულებს ევქარისტიის დიდ მსახურებას. ჩვენ ხშირად გვითქვია, რომ მართლმადიდებლების წყენა როგორია? ევქარისტია, რომელიც მან აღასრულა თავისი მსხვერპლშეწირვით. ევქარისტია უსისხლო მსხვერპლშეწირვაში გადაიტანა, ანუ თავისი ერთგზის გოლგოთაზე ასვლა და ჯვარზე თავის ადამიანური ბუნების შეწირვა ყოვლადწმინდა სამების წინაშე, რაც რეალურად მოხდა ერთხელ. ის არ წყდება, იმიტომ რომ ეს დიდებულება, ეს რაც მოხდა, გადაიტანა პურისა და ღვინის ხორცსა და სისხლად გარდასახვის საიდუმლოებაში. და ეს რომ უბრალოდ თანმდევი ქრონოლოგიური გახსენება კი არ არის, როგორც ზოგს გონია, იმიტომ რომ უფალი ამბობს ამას, რომ ჩემს მოსახსენებლად ეს გააკეთეთო, მაგრამ მარტო ამას არ ამბობს. ეს უბრალოდ აი ჯვარს ეცვა უფალი და მე ქრონოლოგიურად რო აღდგა მკვდრეთით მოციქულებს ასწავლად, აი მე რომ მოვკვდი ჯვარზე, ეხლა თქვენ გააკეთეთ პურისა და ღვინის გარდასახვის სახურება, როგორც მე გასწავლით. ეს რომ ქრონოლოგიურ ბრმაში კი არ არის, არამედ მისტიკურ კავშირში რო არის, ანუ პურისა და ღვინის გარდასახვა ხორცსა და სისხლად ქრონოლოგიურ კავშირში კი არა, როგორც გახსენება, არამედ საიდუმლო კავშირში რომ არის უფლის ჯვარცმასთან, ჩანს იქიდან, რომ სანამ ჯვარცმა მოხდებოდა და სანამ აღდგომა, მანამდე ასწავლა მოციქულებს ღვთისმსახურების ეს სახე, რომელშიც უნდა გაგრძელებულიყო გოლგოთა და ჯვარცმა და არ დასრულებულიყო. ვიდრე სამყარო იარსებებს და ვერეც როგორი ფორმით გაგრძელდება, ეს უკვე ღმერთმა უწყის. ამიტომ ამბობს, მან კი ერთხელ მიიტანა თავის სამსხვერპლოზე, მაგრამ არ წყვეტს და განუწყვეტლივ ჩვენთვის აღასრულებს ევქარისტიის დიდ მსახურებას. და ამიტომ მარად მეოხია ჩვენთვის ღვთის წინაშე შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესაზე და მას მელქისედეკისა. დავით მეფსალმუნე ამბობს, რომელსაც ვერაფრით ვერ გაიგებ ეს რას ნიშნავს, მიუხედავად იმისა, თუნდაც წაკითხული ქონდეს ძველი აღთქმის ისტორია აბრაამისა და მელქისედეკის შეხვედრის. მე დავით მეფსალმუნე კიდევ ვიმეორებ, აი ამ სიტყვებს ამბობს, შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესაზე და მას მელქისედეკისა, აი ვერაფრით ვერ გაიგებ. ეს რა არის? სანამ ქრისტე არ მოვიდოდა და სანამ პავლე მოციქული დიდი ღვთისმეტყველი არ იტყოდა, რომ სწორედ უფალი არის ის წესაზე და მელქისედეკისა მღვდელი, რომლის მსხვერპლშეწირვა მარადიულად გრძელდება.
ხოლო აი ამის შემდეგ პავლეს განმარტების შემდეგ მივხვდით რას ამბობდა დავით მეფსალმუნე. და ეს მუდმივად ატარებს ამ სახურებას, ამიტომ მარად მეოხი, ანუ მარად ღვთელმთავარი. რატომ მარად ღვთელმთავარი? იმიტომ რომ ნაწინასწარმეტყველები იყო. მელქისედეკის წესზე უკუნისამდე, ანუ მარადიული ღვთელმსახურება. ამიტომაც მის მიმართ ნათქვამია და ეს სიტყვები რაც ეხამდენი ვიმეორე წმინდა ნიკოლოზ კავასილა იმეორებს. ამიტომაც მის მიმართ ნათქვამია შენ ხარ ღვთელ უკუნისამდე წესსაზე და მას მელქისედეკის 109 ფსალმუნია ეს. ეს პრაქტიკულად აგზელებს წმინდა ნიკოლოზ კავასილა იმას ნიშნავს, რომ ევქარისტიული მსახურების დროს ჩვენ მისტიკურად საიდუმლო სერობასა და გოლგოთაზე რეალურად ვიმყოფებით. ბევრჯერ მithქვას თქვენთვის, აი რას ამბობს კათოლიციზმი ამასთან დაკავშირებით. კათოლიციზმი ამბობს, რომ თავიდან ხდება ჯვარცმა. პროტესტანტები ამბობენ, რომ ჩვენ ვიხსენებთ და მართლმადიდებელი ღვთისმეტყველება გვეუბნება, რომ ის არ დასრულებულა, ის პროცესი და მუდამ ღმერთი მოქმედებს ამ პროცესში. ეს არის პროცესი და ამიტომ ამბობს, ჩვენ რეალურად ვიმყოფებით საიდუმლო სერობასა და გოლგოთაზე. აქედან გამომდინარეა ზუსტად წირვაზე დგომი ადამიანი, რომ არ ეზიარება, რომ მძიმე ცოდვა ეს. მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ყველა შემომსვლელი გამომსვლელი ეზიაროს. რა თქმა უნდა, მზიარებელ ადამიანს სპეციფიური შინაგანი წყობა და მდგომარეობა უნდა ჰქონდეს. ის უნდა იყოს ერთგვარად მართალი და წმინდა. წმინდათა, თუ წმინდა ხარ და მართალი ეზიარები, ოღონ როგორი წმინდა და როგორი მართალი, არა შენით წმინდა და შენით მართალი, არამედ როცა გაქვს ცდელობა, რომ ღვთისნებით იცხოვრო, ღვთისნებით მარცხოვრებელი ადამიანი, რომელიც მუდამ აიძულებს საკუთარ თავს, ღვთისნების აღსრულებელი იყოს, მუდამ აიძულებს საკუთარ თავს, რომ ქრისტეს თვალებით უყუროს სამყაროს, ამგაგებით მართალი და როცა ეს მუდმივ იძულებაში და ბრძოლაშია, ასეთი ადამიანი არის ის, ვინც უნდა ეზიარებოდეს. თუ ადამიანი არ იბრძვის, აქ რა უნდა, უკეთეს შემთხვევაში კათაკმელონო განვედო და უნდა გავიდეს. ხოლო თუ აქ რჩება, ან უნდა იყოს ისეთი, როგორც ვამბობ და აუცილებლად უნდა ეზიაროს. და შესაბამისად, სულ მზაობაში უნდა იყოს და თუ ასეთი არ არის, მაშინ აქ რა უნდა, მოკლედ გაუგებრობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვახსოვდეს, იმიტომ როცა გესმის, მიიღე და ჭამე და შენ ამბობ, არ მინდა, ან ღირსი არა ვარ, და თუ ღირსი არ ხარ, აქ რატომ გახარ? და რას ნიშნავს ღირსი? როდის უნდა იყო ღირსი? რითი უნდა იყო ღირსი? და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ძალიან სერიოზული საქმე. ამაზე დიდი სერიოზული საქმე, რომ ქრისტეს უერთდებით აქ, არა გვაქვს, იმიტომ რომ აი ამით გრძელდება ეკლესიის, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეულის აღშენებლობა და ამით ვაკეთებ ჩვენ იმ საქმეს, რომელიც საქმითაც გრიგოლ ხანძთელმა საქართველოს შექმნა და გადაარჩინა. და ამით ვართ ჩვენ მემკვიდრები ამ ჩვენი დიდი წინაპრის და დიდი მღვდლით ქრისტეს წინაშე. რადგან შემილია სადაც მინდა გავწყვიტო, ამიტომ ეხლა გავწყვიტა, იმიტომ რომ ძალიან დიდ ხანს გამოგვივა და შემდეგზე გავაგზავნებთ. ვეცდებით, რომ ხუთშაბათობით და კვირაობით ვისაუბროთ ამ თემაზე, სანამ არ დავასრულებთ. შეგვეციოს დიდი მამა გრიგოლ ხანძთელი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდის იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.